მშვიდობის საპატივცემულო და მაყურებლობა ეთერში გადაცემა საუბარი მოძღვართა. დღეს ჩვენი გადაცემა სტუმარი ბრძანდება ქუთათა გაენათელი მიტროპოლიტი. დაგვრეცეთ ხანმოკლე. მადლობა მეუფე. მეუფე, ჩვენი გადაცემა დავიწყოთ კვირის სახარების განმარტებით. ჩვენ მაყურებელმა და ჩვენ სმენელმა კარგად იცის, რომ წინა აღდგომის შესწავლის შემდეგ თითო კვირას თავისი შინაარსი აქვს. დადგენილია საუკუნეებია ეკლესიის წიაღში, რომ მნიშვნელობა ჩვენთვის ისეთი აღდგომისა და რა სახით ვლინდება ეს მადლი აღდგომისა. სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა სიტუაციაში. თუ პირველი კვირა არის ვირა თომას კვირა ეწოდება იდეა, კვირა ცხოვრობა და თომოცხლის მიერ მაცხოვრის აღიარება, აღდგომის აღიარება და თაყვანისცემა შემდეგ მართლობის ზეიმი მენსახურდედა და კვირა ასე შემდეგ ეგ არის გრიგოლ პალამას კვირა ჯურის თაყვანისცემის კვირა ბოლო კვირა არის კვირა გარღვეულისა მანთა სასწაულს ფალმა მოხდინა იყო ადამიანი დაბადების შობიდან იყო ბრმა იქ მთელი რიგი კითხვები ჩდება რომ მოწაფეების ამ კითხვას ვინ შესწოდაო შობელმა თუ თვითონ შესწოდაო რატო ასეთი თუ არის ესე წარმოგიდგენ რომ დაავადება უცად ცოდვის შედეგი არის რომ ფერმს არა ყოველთვის არა მიზეზი შეიძლება განსხვავებული და ადამიანი ვერც მიხვდება რა შეიძლება იყოს მიზეზი სიულების და განუმარტავს რომ არც შობელმა და არც თვითონ როგორ შესწოდა დაბადებოდა როგორ შესწოდაოდა და თუ დაიბადა უკვე იგულისხმება რომ ღვთის განგება ჭრეთს ადამიანის მომავალს მის დაბადებამდე უფალმა ვიცი ყოველივე და რადგან მის დაბადებამდე იცის ვინ იქნება რა იქნება როგორ იქნება უკვე მაშინ იმ დროიდანვე ზრუნავს რომ განაგოს მის ცხოვრებას სიკეთისაკენ მოხდა ეს რომ დაიბადა უსინათლო და ხედე ეს არის მშობლებისთვის თვითონ ადამიანისთვის დიდი გასასწრელი მათ ხორებს რომ არაო ესო გამოჩნდეს გაცხადეს ღვთის დიდება უფალი განკურნოს მას ეს გამონების შემთხვევა ისე მაგრამ იმ დროს იმ ეპოქაში და იმ საზოგადოებაში რომელშიც უფალმა ინება გამოცხადება დასარწმუნებლად რომ ღმერთ ხალხი შეიმოსა და კაცის სახით გაცხადა ქვეყანაზე და კაცური ბუნება იტვირთა რათა გამოიხსნეს კაცური ბუნება დიოქნის ცოდვისაგან და ეს შესაძლოა მხოლოდ რწმენით ირწმუნოს ადამიანმა ეს გარეშე მიუწვდომელი საიდუმლო ღვთისა და არჩევა ჩვენთვის მიუწვდომელი და პირიქით მრავალ კიდე საწინააღმდეგო ყალბებს გამოიწევს და დაუპირისპირდება უფალს და მის განგებას ამიტომაც ეს სასწაული რაც მოტოვებულია ბოლო ჯამისთვის შობიდან ბრმა შეიძლება იყოს ფიზიკურად შობიდან ბრმა და შობიდან ბრმა როდესაც ადამიანი იბადება უკვე ურწმუნო საზოგადოებაში და ღვთის შემეცნება მათ არაფერი გაიგება არც გააჩნია არც პირობებია რომ შეიმეცნას უკვე სულიერ საზრდოს სულიერ ნათელს
და სულიერ სიბრძნეს მოკლებული ადამიანი. მე ხო გავიხსენე, ერთი მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში დიდი მოღვაწე იყო ეპისკოპოს ეგნატე ბრენჩაინოვი და მან წმინდა მამათა ცხოვრება გამოკრიბა ალბათ მათი სწავლა მუდრებით ხასიათის დარიგებებია სასწაულება ცხოვრებაში და წინა სიტყვაში და თუ ბოლო სიტყვაში დავუხტე რომ მე ეს გავაკეთე არა ჩემი თანამედროვე საზოგადოებისთვის არა არამედ ერთი საუკუნის შემდეგ როცა ადამიანს არ ეყოლებათ სული მოძღვარი ამ მიმართება არ იქნებათ სიწმინდისაკენ და ჭეშმარიტებისაკენ მათთვის ამას როდეს იქნება მათი საზრდო ამ ძინის კითხვით და დაზეს რომ ეს განდგომა ღვთისაგან ჭეშმარიტებისაგან უკვე დაწყებულია და შეიძლება ვინმე თავისი უდური ხელით შეაჩეროს ეს. იფიქროს იმაზე რომ შეხვდეს ამ ცხოვრებაში ადამიანს ასევე მორწმუნეს, მოაზროვნეს და თანაზიარს ამ სასწაულების და სიწმინდისა და ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება ცხოვრებაში. აი ესე მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში ესე ხდება და მართლაც ჩვენ მეცადა ერი რომელიც იცავდა სიწმინდეებს აშენდა ტაძრებს ხდება მოხატა ტაძრებისა თარგმნიდა წმინდა წერილს აღწევდა მას ამ ერმა დაიწყო ტაძრებზე ნგრევა სიწმინდის შეურაცხყოფა და სასო პირების დევნა და მორწმუნე ერის დამცირება და შეურაცხყოფა აი ეს დაბრმავება მოხდა და ამ გარემოში დაბადებული ადამიანი შეიძლება შობიდან ბრმა იყო. რა თავის ცოდნის გამო, არა მშობლების ცოდნის გამო. მაგრამ ღვთის ადიდებლათო, რომელი სადიდებელი ნახეთ. უბრძოლველად ჯარის გარეშე, ფულის გარეშე, წინააღმდეგობის გარეშე ეს რეჟიმი აგრესიული ათეიზმისა დაიშალა. თითქოს ძალა გამოეცალა და წმენა აღმოცენდა ისევ. აი ეს დაბადებინა თაობა რომელიც დაიბადა ურწმუნოებაში, ან სულიერ სიბრმავეში, უცებ მას თვალი აეხილა და მობრუნდა ეკლესიიდან. დაიწყო აღდგენა ძველის, შენება ახლის, თარგმნა, გამოცემა წიგნების სასულიერო და საზრდოს და აი ამის მაგალითად ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი. მაგრამ რასაკვირია, შეიძლება ჩვენ სხვა პარალელები გავატაროთ. ეს კონკრეტულად ჩვენ ქვეყანას მიმართებაში და იმ ქვეყნებს, სადაც აგრესიულ ათეიზმმა დროს გრევა დაიწყო ეკლესიის და დევნა ჭეშმარიტების და დღეს მობრუნებულია. მაგრამ როდესაც უფალია გადაგებდა და ეს სასწაული მოხდინა, მას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. რომ როგორ განკურნა ეს მშობლიდან ბრმა. თიხა იყო ხო, ნიადაგი მიწისათა და ნერწყო, მოზილაო, თვალზე ხო და უთხრა წადიხა იმ საბანოში და განიბანეო და იხილაო. ესე იგი წყარო მისი გაკურნებისა თუ აი ნივთიერი რო ვთქვათ არის თიხა, მიწა რისგანაც ადამიანი შექმნილი, წერისგან მიწის შექმნა ადამიანი და საბერებას სული. აი ხა იღება ეს მიწას, საბერებს მას, ну ამ შემთხვევაში ნერტავს და უსავს თვალებზე და მიდი იმ წყაროსთან განიბანეო. ანუ წყალი, როგორც წყალობა, როგორც განწმენდის საშუალება, როგორც მადლის მოქმედება, ხო? ერთობლივად, ხო? შენ მიიღე ეს ღვთისგან, გაიზიარე, არის დაუპირისპირდა, არ შეეწინააღმდეგე და შეასრულე, რაც მან გაკურთხა რომ გაეკეთებინა და შენ ვთქვათ, აგიხილა თვალი.
რა მართო ეხლა რა შეიძლება ფიზიკური თვალით დაინახა, კი დაინახა. მაგრამ თავარი იყო და არის არა მხოლოდ მიტიერი ხედვა, ნივთიერი ხედვა. იმიტომ რომ სისავსე ხილული სამყაროში მისი მრავალფეროვნება არის ხოლმე მომხიბლავი ადამიანისთვის და შეიძლება ხედავდეს და ვერ ხედავდეს. ანუ ხედავდეს ამ შვენიერებას და იგივე თავისით გაჩნდა ეს შვენიერება. მეთო კი არ შექმნა თავისით გაჩნდა. და მაშინ ის ვერ ხედავს წყაროს ცხოვრებისა, სიცოცხლისა. და ვიტყვით მაშინ ის ბრმა არის. დაბადებიდან ვერ არ უხარიეს ნათელი, ესეც უნდა იყოს, მუდამ ასე იქნება, ასე იყო და ეს თავისთავად არ შეურს. ესეც სულიერი სიბლავეა. ანუ არ ეძიებს წყაროს სიცოცხლისა ცხოვრებისა, რომელიც წარმოშვა ეს ყველაფერი. მაგრამ აი ჩანს სასწაული მარტო იმაში კი არა, რომ მას თვალი აეხილა. როდესაც უფალი შეხვდა მას, უთხრა, აი, ხედავ ხო და წავშენ ძე ღვთისა, ძე კაცისა, წავს და ვინ არისო ეს? კითხა. ვინ არისო? სახელი კი აქვს, რა ქვია იმასო? აი, იმის წინაკვირა იყო გარღულის განკურნება. და გარღული რო განიკურნა, მას ფარისევლმა კითხეს, რომ შაბათ დღეს შენ როგორ ადექიო და აიღე სატოლი არ უნდა გაკეთებინა, ეს ხო შეიძლება ხო ჯულითო და ვიც განკურნა იმან მითხრა და ვინ არისო? ვინ? სახელი კითხეს. რომ დასაჯოს. ვინ და არ ღვია კანონი. და აქაც ეს განკურნებული ეს და ვინ არისო? ეს ძე ღვთისა, ძე კაცისა ვინ არისო და ვინ შეგელაპარაკებ ხომ შენ წინაშე დგასო და შეხედა და ირწმუნა. წამსო. მუხლი მოიყარა და თაყვანისცა და ადიდა უფალი. ანუ არა მარტო ფიზიკით, არამედ სულიერი. ისე როგორც ის 10 კეთროვანი განკურნა უფალდა, იმათიდან ერთი მოვიდა და თაყვანისცა და მადლობა შეესწირა უფალს. და ცხადანაშენია უფალი. ისიც ხო განიკურნენო, რატო არ მოვიდა, რატო არ ამდიდეს უფალი? იმიტომ რომ მათ ეს სასწაული ვერ დაინახეს. განიკურნენ და მიდიან ხა, უბრალოდ წესი შეასრულეთო. კი, წესი შეასრულო, მაგრამ ის წესი ხო მეთო დადგინა. დაკურნების ძალა მადლი ხო მეთო მოგცა. მოდი და ჯერ უფალს შეცი თაყვანი და მერე მიდი და შეასრულე წესი. წესი აუცილებელია, მაგრამ წესმა განკურნა შენ თუ უფალმა. მაშინ ჯერ უფალს შეცი თაყვანი და მერე დადი და ის წესი შეასრულე უფალმა დაადგინა. ნიშნად იმისა, რომ შენ ფორმად კი არა თქვი მადლობა, არამედ მთლიანობაში აღიქვი, რომ შენ იცი წყარო არის ღვთის მადლის მოქმედება, ღვთის წყალობით და ღვთის სიყვარულის, მაგრამ რომ ყოველ რას ღმერთმა დაადგინა შესაცხონებლად, ის შენ უნდა შეასრულო. ტადარში მისვლა, შესაწირის შეწირვა და მადლობის თქმა. აქაც ხედავთ, რომ ეს განკურნებული მაგრამ მან გამოცდა გამოიარა. თუ ჩვენ პარას გავატარებთ, ის გარღვეული, რომელიც იქ იმ სილამის წყაროსან განიკურნა უფლის სიტყვით და არა წყლით, ადექი და წადიო. ადგილ წავიდა. ხო? ის გარღვეული ტადარში მიდის, მაგრამ ღვთის სამმადლობის შესაძლებლად, სადიდებლად, არა, ისე შევიდა და დაინახა მოცხოვრი. ხო, ეს იყო, ვინც მე გაკურნაო. არ თაყვანისცა. არც მადლობა შეწირა. არც ირწმუნა. გაიგო, რა ქვია სახელი? და წავიდა დაასმინა. იესო ქვია იმას. ანუ კი არ გაითავისა, კი არ მადლობდა, არამედ აი ის დაუბრუნდა ამ ქვეყნის ცხოვრებას. ის დარჩა ბრმა.
და ეს ბრმა ხედველი ჭეშმარიტებისა. აი ამ გვაჩვენებს შენ ეკლესია აი ამ პარალელებით და მაგალითებით რომ შეიძლება ადამიანი იყოს გარღვეული მდგომარეობაში, ანუ დავლადაცემული, ანუ ვერაფერს ვერ აკეთებდეს ამ ქვეყანაზე და საშვილი არ ემისი, შეიძლება იყოს ასევე ვერაფერს ვერ აკეთებს, უხილავია ვერ ხედავს, რომ ხედელობა არ აქვს. ამიტომ ეს დამოუკიდებლობა ვერც რაიმე საქმის კეთება თქოს არ შეუძლია, მაგრამ შენ ხარ ჩემს ნიშნ. ირწმუნე თუ არ ირწმუნე. მადლობ თუ არ მადლობ. და ეს არის სწორედ მაჩვენებელი შენ გზის რომელსაც შენ ირჩევ ქვეყანაზე. იმ გასასწრელების ჟამს, რომელშიც შენ იმყოფები, იმ უძლურების ჟამს, რომელიც მოიწევს შენზე, სნეულების ჟამს, თუ სხვა დროს. ანუ ყველა დრო შეიძლება იმსახურდეს ღვთის იმართ რწმენით აღშება ადამიანისა და სულიერი მისი გაგვიძება და ხედვა და შეიძლება მიიღოს ღვთისაგან ყველაფერი რაც მას უნდა, რაც ენატრება და დარჩეს უმადური უფლისა. აი ამ არჩევანის წესით გეორჩენ. თქვენ უმეფება. აი ჯვართან ის ადამიანებიც ხო იქნებოდა, ვინც უფალმა დააპურა. 5000 ხო ერთხელ მეორეჯერ რამდენი განკურნა და იქ არსად არა მითითებულ ამათმა წინამდებობა გასიეს რომ აი რატო აკეთებთ ამას მართალ ადამიანს უფალს ჯვარზე რატო აკრავთ არავის არ მოუხია ხმა ესე იგი ესეც ხო უმადურება აი რას თქვენ თქვით აკრას იმის გაგრძელება ეს რომ ადამიანები ზოგი უყურებს რომ აი ფული აიღოს დანარდეს შეჯამოს საჭმელი და თვითონ ის უფლის სიტყვა რა ინტერესებს ну ჩვენ თუ ახალ გავიხსენეთ იმ სასწაულს აი 5000 დააპურა. მე რეძებდნენ. ედით რომ მეფეთ გაიხარეთ, რატო? უსასყიდლოდ აპურებს ეს ადამიანი. ანუ ეს და უფასოდ მიიღოს ყველაფერი მიწიერი საზდო უნდა და თქვა თქვენ მე მეძებთ არა იმიტომ რომ სასწაული ხეთ, იმიტომ რომ ჭამეთო და გაძეხითო. ანუ ნაყროვანება ამ სოფლის სიკეთებით ამით ეგ გაცოცხლოთ თქვენ, მაგრამ თქვენ არ იძლევთ ჭეშმარიტებას. თქვენ ეხედავთ თქვენ განგებას, როგორ ზუნავს ადამიანისთვის. თქვენ უფლისკენ არ მოდიხართ. ისე მიწახარ და მიწად მიიქცევი და მიწიერს ეძებ ისე. ხო. ასე რომ მრავალი მინიშნება არის თბილისის ტერულში და იგივე ძველი ახსნის სიგნებიდან ხო გადაცნობილი ეკლესიას ეს სიგნი თავდებრით ისმის თავი და თავი ყოფისა. რომ მიწად მიიქცევაო და სული დაუბრუნდა ღმერთს რომელს თავერა მას და ღმერთი გასჯის მას ანუ სულის არსებობა და ისო ჩვენ სული არსებანი ვართ და შემეცემლი ღვთისა მისი სიტყვისა ჭეშმარიტებისა შემეცემლი სიცოცხლის არსისა ქრისტის ვართ ჩვენ ამ ქვეყანაზე ეს უნდა არის მოცემული გაქვს რომ შენ იმეცებ თუ არა მაგრამ რა შემთხვევაში თუ შენ დაძლევ შენში მიწერ ხედვა და დაფიქრდი რომ რა მიწახარ მიწად მიიქცევი და რისის დაიბადე საერთოდ თუ ისე მიწად უნდა იქცე არ არსებობდა და არ არსებობდა მიდიხარ მაშინ რისთვის ყველაფერი უაზრობაა ნუ ეს მე სული კატასტროფამდე მიყავს ეს და ამიტომ არის ხშირად ეკონომიურად ესეთი ნუ და ბედნიერი თოყოსში დაკმაყოფილებელი საზოგადოება უბრალოდ გამო მიდის სიცოცხლის უაზრობამ გაცდამდე და თვითკლებამდე სადაც ასეთ ქვეყნებში ხშირდება თვითკლებების შემთხვევები აი მე არ მახსოვს რომ იმ კონსულ რეჟიმი რო იყო და თითქოს რომ ამდენი თვითკლება ყოფილიყოს და დღეს ჩვენს ქვეყანაში გავრცელდა ეპარქიაშიც ხდებით რომ ისე კვირა არ გავა თვე არ გავა რომ რამდენიმე თვითკლება არ მოხდეს იგივე სხვაგანაც ხდება მე საპატიო თქვი გამოვთქი კი უჩეთას უბრალოდ მოდის ესე თითქოს ყოველ კვირა თვითკლებაში რამდენიმე ესეთი
ეს ისე რომ უფალმა შეგვიტყვა ჩვენ აგვიხილა თვალი, აგვადგინა და დაგანახა რომ არა ფიზიკური ძალით, არა სულიდან ხდება აღდგენა ტაძრების, მოხატვის და სულიერი ძალები მოქმედებენ და შენ ამას ვერ ასობიერებ. ანუ აღმოჩნდა რომ სულიად მაშინ ბრმა ხარ ისე დარჩი. და მაშინ ისიც იყო ეს ღვთისწყალობის მოქმედება, ღვთისმადლის მოქმედება შენთვის იყო. მაგრამ შენ აერჩიე სხვა გზა. და მე ვფიქრობ რომ რწმენის გამოღვიძების პერიოდში ურწმუნო დარჩენა ადამიანისა ვერ ხედვა იმისა იმ წყალობისაც მოხდა ჩვენ თვალწინ ისე უფრო ამძაფრებს ადამიანის ყოფას თუ ხედავს განგება სიბრძნეს და არაფრად მიჩნევს აუფასურებს მას ისე მიდიკება წარმავალი რაღაც ღირებულებებს მიმართ. აი ეს არის გობლსა ადამიანი შეიძლება პოვლოს გზას, ესე ჩიხში ექცევა. ჩიხში ვინც ექცევა, ის კატასტროფამდე მიდის და ვინც იპო გზა უფლისა, იმას პერსპექტივა აქვს, არანუ ცხოვრებისა. აი ეს არის. აი დღეს მრევლი რაც დადის ტაძარში ალბათ ბევრჯერ უფრო მეტი იქნება ეკლესიაში ფული რო იქნებოდეს. აი კუჭის გულისთვის, ან მატერიალურისთვის მივიდოდნენ უფრო. და აი სულიერებისთვის არ დადიან. არა, ნუ ახლა ვინც ტაძარში დადის, ალბათ არც მოძო არ იყავს და კითხულს იმდაწეროს და ისმენს დარიგებას მოდუისას და იმედია რომ თათ ესე უკვე იმედოთ არ არის, მაგრამ თუ გავიხსენეთ ჩვენ სახარებიდან ადგილს სადაც უყურებდნენ იქ მოწაფეები რომ ვინც შედიოდა ტაძარში ყუნაბაში ფულდებდაო ხო იქიდან კი არ უნდა იყო შეიტანო ხო და ვინ არის ყველაზე მეტი ვინ დადო აი ვინც ორი გროში დადო უკანასკნელს ვინ გულით გააკეთაო ანუ თუ საქმეს რომ აკეთებ თუ გულით არ დაუდე მას შენ უნაყოფოა შენთვის იმ საქმის კეთება და თუ გულით აკეთებ თუ მართლა გიყვარს და სხვასაც ახარებ შენი ამ შემოქმედებით მაშინ ვიქით ეგ არის სიხარულის შენი ცხოვრების შენ სხვა სჭირდები შენ მოწოდებული სიკეთე აკეთო ქვეყანას გედელ საშუალება კეთებისა საზღვრის ცხოვრებისა ეგ არის აი ახლა მინდა სოციალურ ქსელში ასეთია ტელევიზიებიც ამას აშუქებენ უბრალოდ ამაზე მუშაობენ ზოგიერთი ტელევიზია რომ ამდენი ავადმყოფია ამდენი ისა საპატრიარქო არაფერს არ აკეთებს ხალხს არ ეხმარება ხო შეუძლია რომ სამონტყოფები განკურნონ ხო და სამონტყოფების განკურნება ხო სამონტყოფებს შეუძლია და ასე დაწესებულებს და შეგნებულად აკეთებენ ამას რომ ხალხი უკმაყოფილო იყოს, აი მე გამოთქვა რომ ნახეთ ეკლესია არავის ეხმარება, არაფერს არ აკეთებს, ამდენი ავადმყოფი ყავს და ესენი ჯიპებით დადიან და დასეირნო. ჯიპები. ხო. ხო, ნუ ეს დაბალი დონის ესე იგი ხედვა განახსნება სასწაული, მაგრამ თუ არ დანახავდა, თუ არ დაინახავდა. ეს სასწაული ეს როცა გრევის პროცესი მიდიოდა ქვეყანაზე, ეკლესია იყო ახშენება. ეგრე თუმცა სახსები არ ქონდა, რა შენდებოდა. საიდან იყო ეს? და ისეთი სახსები ქონდა და რაღაცა აღშენდა, თავის აგარაკებს რაღაცას, ის გაჩერდა, ის ვეღარ აღშენებდა. აი, ამის ვერ დანახვა მე არ მესმის. ეს რადგან მიჯაჭვული უნდა იყოს შენ მიწერზე, რომ სულიერს ეს ვერ ხედავდე, მაგრამ აი კონკრეტულად მაგალითს ვიტყვით სიმსახიობი იყო სახშოთ განსხვავებული კახი კავსაძე. ის იყო მუშაობ ჩვენ უწესთან არის განსხვავებულ პატრიარქთან და
უბრალოდ ამოცეო მიდივარ უცხოეთში გერმანიაში მოდი სამკურნალოდ და ნუ ვიცი საერთოდ როგორ ვიქნები დაბრუნებული ცოცხალი იქიდან თუ არა ვიციო და დამლოცო და პატია ხო გადასახაჯო და უთხა ნუ გეშინე ყოფილი არ იქნება და რო ჩავიდა გერმანიაში ნუ სამდე ოპერაციის გავაკეთე და ყურადღებას დავნიშნავდნენ ხალხი ხო ჩაწერს ანალიზი და მე კი იცი რაღაც გაუგებრობაა თქვენ რა გაქვთ სიმსივნე როგორ არა მაქვს როგორ აბა რა არაფერი ნიშანი არ არის და მე რა ვიცი და საერთოდ უკურნალოთო ნუ დამოვიდა უკან დაბრუნდა და თავის ექიმთან მივიდა და რა ქენია და რა ვიცი მithos უკან წადიო საკურნალო ფერდა გაქვს სიმსივნე გაქვს ეთყობა ვერ დაინახეს თუ მიხდე რომ ვერაფერს გააკეთებენ და თავიდან ხარ მოგიშორესო რა ვიცი მე კი კარგად ვძობ თავსა და ერთხელ შეამოწმა ვიცი აი აქ აიყო ეს სიმსივნე სად არის სად გაქრაო ვის იყო ჩემთან და იქ გერმანიაში კითხეს რომ რა მითხარ იმ კურნალთო და არა ეს კურნალო იყო და წამოვიდა აქ თქვენთანო და არა ნუ როგორ იყო და არ არისო თუ რა შესამოხმარეთო არა წამოშესე პატიასთან მივედივთ ხო დამლოცე და დამლოცე მეტყვი კარგად იქნება ნუ ეს არა მესერის არ მაინტერესებს ჩვენო იმათ აი სიბრმავე ხო პატია ხო დამლოცე და ერთ-ერთ დათავს ხარ დავასახელი მაგრამ დედამისი ნუ თავზე პარტიული მასში იყო ელიტაში რაღაცა და ნუ მე უკვე პენსიაში იყო და იმასაც ხერხემალზე გავუჩინე სიმსივნე ხო ოპერაციას უპირებდნენ და მან მიიყვანა უწვრისთან ნუ ეს დედა ჩემი მებრძოდა მე რომ ასე იგი ეკლესიაში მოვედიო და ეხლა პენსიაში და აქ სიმსივნე და ოპერაციას ემზადებოდა პატიო და გამოსაღაჯო და ყველაფერი კარგად იქნა გეშინია და მივიდნენ და ისევ გაქრა ის სიმსივნე აბასეთ ფილმი მოდიში რეკლამის დრო და შემდეგ გავაგრძელებთ გმირი ემშვიდობება ერთგულ მეგობარს ძვირფას დედას კიდევ უფრო გმირ ბაბუს ცხოვრების მთავარ სიყვარულს მონატრებულ ბიძაშვილს და გუტოვებს გაიაქტიურე selfie smartphone limit პაკეტები 7 დღით მხოლოდ 10 ლარად 14 დღით 19 ლარად 30 დღით 39 ლარად ოღონდ ფრთხილად შეყოლა იცის როდის გავიმეოროთ ლუდი სანაპირო მონოლით დიღომის სიტი მონოლით ჯგუფის ახალი მშენებარე პროექტია დიღომში ბობ უელშის ქუჩაზე კომპლექსის უნიკალური მდებარეობა საშუალებას გააძლევთ იცხოვროთ 5 წუთიან წვდომაზე ყველა აუცილებელ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან ოლიმპიური აუზი, ტანვარჯიში არენა, დიღმის ჭალები, თეატრები, სავაჭრო ცენტრები და მოლები და ბევრი სხვა. კომპლექსში ასევე ჯერ კიდევ არის ბინების ფართო არჩევანი ფასისა და ტიპების მიხედვით, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. თუ დიღომში ბინას ეძებ, მონოლით დიღომის სიტი შენი საუკეთესო არჩევანია. მონოლით ჯგუფი, აქ შენი სახლია. ძლდება ჩვენი გადაცემა თქვენი მეუფება. მეუფე, ეხლა მოხდა პატრიარქის არჩევა შიო მესამის და თქვენ თბილისში ბრძანდებოდით სინოდის ხდომებში იღებთ მონაწილეობას და ამ დიდ
არჩევნებთან, როგორც ვთქვათ, ახალი პატრიარქის არჩევნებთან, რომ თქვენ იქ იყავით. ყველაფერს ხედავდით და 2-20 სიტყვით რო გვითხრათ, მონაწილე ვიყავი არჩევნების თავისთავად. ხო და აი რომ მოგვითხრათ მე უფრო როგორ რა მოხდა რა იყო. ღვთის განგება იყო და არის ჯერ მოვლინება ღვთის მისი მოღვაწეობა და მისი გარდაცვალება და მისი გარდაცვალება იმაზე ვერად მეტი ხალხი მოიზიდა იდეის როდესაც ქადაგებდა ლოცავდა აკურთხებდა ხო კი ხალხი უსმენდა აი ეგ არის ერთი საოცრება რომ ხალხი საზრდოს იღებდა მისგან და ინახავდა ეს გული გონებში და დადგა ჟამი როდესაც უკვე უძველესი დავიდა მსოფლიდან და ეს სისავსე ერის ნაკადად წამოვიდა დღეების მანძილზე დღე და ღამე მადლობდა მას საოცრება ფალმა პატრიარქის საშუალებით თუ ავშრომთ გულები გონება და მადლიერების ზობა შექმნაში მათ აინახეს რომ ეს ურთულესი წლები ან ცვალებადობის პოლიტიკური და დაპირისპირებების ძოლის სიზღრის და სიძულვის და პროტების ამ დროში პატრიარქი იყო ნათელი არტერტინგა სვეტი იყო და გზა მოჩვენებელი უფლისაკენ და აი ახლა ეს დაინახეს და მადლობდნენ უფალს რომ შენ გაგვაძლევინე ამ ძიმეწლებში შენ გამოგვიყვან ჩვენ აღუდგინის გზაზე შენ დაგვიყვან ჩვენ ერთობის გზაზე და ეს მადლი ღვთისა მომწოდებ ერთობისაკენ სიყვარულისაკენ და არანაირი დაპირისპირება ვინმესთან რამესთან სათობით იდგა ხალხი ოჯახები ბავშვები იდგნენ ამას ყველა ხედავდა ეს არ იყო ესეთი აი ასე გარეგნული მოქმედება ნუ ერთი დღე ორი დღე სამი დღე კვირა ორი კვირა ერთი თვე ეს არ წდება ეს ნაკადი რამდენი მადლიერი ადამიანი არის თუმცა შეიძლება პირადად არ შეხედო პატრიარქს მაგრამ მოგუშენი მისი სიტყვა ანუ ხმა გაიგონ მისი ეს ყველაფერი მოხდეს ახლა რათა დოკუმენტურ ფილმს აკეთებდა ერთი ჯგუფი კინო გადამღებდა და იღებდა ინტერვიუს სხვადასხვა პიროვნებებისგან მათ პატრიარქის შესახებ აკეთებდა დოკუმენტურად მის სიცოცხლეშივე კი მის სიცოცხლეში და ნუ მე დაახლოებით 20 წლის წინდელს ამბობს და მიქცოვი რეჟისორი ჩხეიძე ნუ საქართველოს ისახავს და ის ამბობს რომ მე როცა მესმის მისი ხმა ეს მამის ხმა არისო აი ამ პრობლემა კინორეჟისორმა ამბილმა ამ თეატრულ სივრცეში ცხოვრება გატარებულმა აი შეიძლება ის უთხრა მოკლედ და დაახასიათა მე რომ მესმის მისი ხმა ეს მამის ხმა ანუ ნუგეშის იმედის სიყვარულის თანადგომის მოწყალების აი ხმაში მარტო არის და კიდე სიტყვა და რამდენი საქმე კიდე კეთილი თუ ანუ არის ვინც ხედავს და ვინც ბრმა რჩება ბრმას ზოგს აეხილა თვალი და ზოგი იმ დამლადაცემული იყო სულიერად და ისე დარჩა ფიზიკურად კი დადის მაგრამ უნიათო უსაკური და კიდე სხვის გამკითხელი და მაბეზღარა აი ეს არჩევანი ადამიანის და მისი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება ასე მე გაუცებული ვიყავ და არა მარტო მე თვითონ ხალხს უყვირდა რომ რა ძალას მოყავართ აქ რა ძალა გვაჩერსო და
ეს უნდერტვინელად საათობით გევართ, რომ ჩავიაროთ ერთი წუთით პატრიარქის გვერდით გავიაროთ და ჩვენი მადლობა ვთქვათ მას, რომ შენ ამდენი წლის მანძილზე ჩვენი წინამძღოლი იყავ ჩვენ გამოგვიყვანე იმ მდგომარეობიდან, რომ იყო ქვეყანა და დაგვანახე გზა უფლისაკენ. ნუ ვინც ამას ვერ ხედავს და საცოდავი ხალხია. ეხლა თქვენ მონაწილეობდით ავირჩეთ ახალი პატრიარქი. აი ამ დღეებთან დაკავშირებით რომ გითხრათ, როგორ ჩატარდა ყველაფერი როგორია? აზრთა სხვაობა არის. უც მოციქულმა თქვა, პავლე მოციქულმა, რომ ეკლესიის აზრთა სხვაობა უნდა იყოს, რომ უკეთესი გამოჩნდეს. აზრთა სხვაობა იყო, მაგრამ დაპირისპირება არა. ანუ აზრთა სხვაობა ჩვენ ერთმანეთს ნუტრალს კი არ გვაქვს პირიქით, ერთმანეთს უსმენდით, ყოველს მის საშუალება გამოხატვის. იყო სადავო საკამათო საკითხები და მაგრამ ეს ეხებოდა ძირითადად იმ დებულებას და წესგანგებას ეკლესიისა, 95 წელს იყო მიღებული და რაღაცათად იყო არ იყო დასრულებული ეს კანონმდებლობა და ის გამო ჩვენ ვერც ცლიდით ამ რაცა იყო და ვერც ახალს ვერ ღებულობდით, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ როდესაც უკვე იქნება სისავს ეკლესიის აღდგება, ანუ კიდევ სინოდის თავმჯდომარე პატრიარქი და გაერთიანება მთლიანი კრება ეკლესიისა, ანუ ეპარქიები და სამღვდელოები და საერო დასი წარმომადგენლები და გარკვეულწილად შესწავლა საეკლესიო კანონების საუკუნის მანძილზე სოფლიო ეკლესიაში არის ცნობილი და დიდი ჟურის განსახით არის ცნობილი და არა მარტო ადგილობრივი ეკლესიების კანონმდებლობა, დღევანდელი პრაქტიკები, თუმცა ჩვენ შევადეთ, გავანალიზებთ და იქ შესაძლოა სამართალმცოდნე ადამიანებთან ერთად საეკლესიო სამართლის მცოდნე ადამიანის გულისხმობს ხადია, არა მოდი პროფესორი და სხვა შემუშავდება ახალი წესგანგება, რომელიც აი ამ ცვლილებებს ხდებოდა ამ საუკუნეში ეკლესიაში გაითვალისწინებს. და მთელი საკითხებს რომელიც გამო იყო თქვათ აზრთა სხვაობა, გაეცემა პასუხი, რათა ერთობა გლავრობდეს ეკლესიის წიაღში. და არის გაყოფა. აი თქვათ ჩვენ ვართ ახლა მოლოდინში, რომ უკვე არის პატრიარქი, მოხდება სინოდის მოწვევა, იმიტომ ბოლო რამდენიმე წელი არის ვერ შევიკრიბეთ. ნუ გარკვეულ რაოდენობითა და შემადგენლობით კი იკრიბებოდეს პატრიარქის კურთხევით, ადგილსებული პატრიარქის კურთხევით, მაგრამ აი სრული შეკრება და პატრიარქის თანდასებით უკვე ვერ ხერხდებოდა. ამიტომ ეხლა უკვე ალბათ მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება, აუცილებელიც იქნება და დაისება ის კარგნელ საკითხები, რომელიც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს. გაუგებრობა, უსდაპირისპირებას არ ქონდეს ადგილი. ის იქნება. მერცმა ინებოს მიცეს ჩვენ ახალ პატრიარქს ძალა, მადლი, წყალობა, რომ ყველაფერი ისე ჩაეტარებიოს, როგორც ჩვენს წინამორბედ პატრიარქს მიყავდა. კი, თქვენ ვაფერო, აი რამდენად პატრიარქმა ასე გითხრათ ჩვენ, რომ მე ის არ გამომირჩევიო, წმინდა გიორგიმ გამოარჩიო. და მითხრა, რომ აი ის იქნება ფორმალი მოსაყდრეო. აქ მოსაყდრეზე იყო საბა. ხო და. ნუ კიდე ადამიანის ნებისმიერ საერთოდ გამოცხადება ეძლევა მოსწამს ეს ესია. და ახლა მიდოს პატრიარქს რომ დიდი გამოცდილება შური ცხოვრების, მაგრამ მე ერთი კონკრეტული ფაქტი, ვინც უშუალოდ პატრიარქის გვერდით იყო. მაგრამ რომ ერთ დღეს უბრალოდ თქვა რომ ეხლა მე შევალ ჩემ კაბინეტში და ჩავიკეტები, სანამ არ გამოვალ არავინ არ შემაწუხოს. ის იყო კარგი ხანში. ზოგადად 1-2 საათი მაინც იყო. სულსაც მე კიდევ დაც გაგონილი მაქვს იმას და მოს კარი გაიღო, ეს გამოვიდა და
ქაოდიტი და წერილი რაც იყო რეალური გადაწყვეტილება ისი რომ მის მოსაყდრეთ მიუიაზროს მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ მუდმივესმა ასე თქვა ტიტული იქნება პატრიარქის მოსაყდრე და რა ტახტის მოსაყდრე ინიშნება შეცა ტახტი დაქრუებულია და ვიღაცის როდ აი არ ცოდნით ამ ტერმინების კიდევ გულივადგენს პატრიარქს თითქოს უკვე ტახტი დაქრუებულია და არის ტახტის მემკვიდრე და რა პატრიარქის მოსაყდრე რომ ფიზიკური ძლობის გამო პატრიარქის გადაადგილება შეზღუდული იყო მაგრამ მისი სული გონება ნება გამოხატული იყო საზოგადოებაში მან ერთია შენ იტან ამ სიტყვას და გარკვეული გამოცდილებად შეძინა აცუბე უდიდეს შიოს აი პრობლემების და ურთიერთობების რომელიც პატრიარქს უწევს თავის მოღვაწეებს ამას პარელზე შეხვედრა უცხოელებთან შეხვედრა მთავრობებთან და პრობლემის გადაწყვეტა ან დასვა საკითხის სათანადოდ და მთელი აი კომპლექსი ის რომელსაც ჩვენ ვერ ხედავდით ის შეხვდა როდის შეხვდა სად შეხვდა რა თქვა რა გადაწყვეტილება მინეს და აი ეს მართლაც მოქმედება სიბრძნისა თერთმეტ ეძლევა ადამიანს აი ამის გამოსცილება უნდა გადაეცა და ფიქრობ რომ და გარდა მაგისა კიდე ეს კარგად იცის რომ შეიძლება ასასხობა გადაიზარდოს დაპირისპირებაში და ამიტომ შეიძლება ეთოსი ამის აი ამ არჩევით მოხდა დაძლევა ამ დაპირისპირებებისა და კი ყველა თავის აზრი გამოხატა იყო კანდიდატები რომელთაც თავისი ხმები და თანამოაზრები ყავთ მაგრამ უმრავლესობა ესე ერთია და მოხდა აი ამ კატასტროფის დაპირისპირების გარეშე და ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა როცა აი თქვა მაშინ რომის პაპი იოანე პავლე მეორე მანამდე იყო პირველი სულადე თვეზე მეტი იყო პაპი და მე როცებ გარდაიცვალა კი არ გარდაიცვალა ის მიღების დროს მიართვეს ფინჯანი ყავით და მან სტუმარს მისაუბრეს რომ იმას დაუთმო არ მოსხელი კონკრეტულად რომელი ეკლესია იყო და ასე პატივი მიაგო და იმორდალი განუტევა სული და პაპი მიხვდა რომ მას კლავდნენ და ბრენდებოდა იმ სტუმარს რომ იმან მოწამლა პაპი ფილმიც არის ასოთ ეს ნათლი მამა კონდა ეს სერიაში კარგო გეთ პაპს წამლავენ უღახდა და მალევე მოწამლეს და რატო რაღაც პრობლემა შექმნა როგორც თვითონ ამობენ მოხდა რაღაც გაუგებარი შემთხვევითობას და გამოიწვია და მას დაინტერესდა კარდინალების პირადი ანგარიშებით ხა უთხეს ეს პერსონა ნონ გრატა ჩვენ ანგარიში და რა ესაქმება და მადლობა თქვენ ახლა ვიცით რომ ხუჩაბაც არის ამაღლების დღესასწაული ამასთან დაკავშირებით რომ თან მიულოცო და თან 2-20 სიტყვით გითხრათ კიდე ამაღლების შესახებ უფალმა ჩვენ დაგვარწმუნა თავისი წინვე აღდგომით რომ საკუთარ აღდგომა იქნება და წინამორბიდი ამ საკუთარ აღდგომის დიდ უფალი არის რომ აღშურდა ეს გაცხადდა მაგრამ საკუთარ აღდგომა არის ასე ყველა ცხონდება და
საკუთარ ადგომის შემდეგ მოდის ამაღლებას ისაც კაცობრიო ბუნების. თუმცა უფალმა იტვირთა და ესენი შენ რომ იფიქრეთ არა მარტო იმაზე თქვენ აღდგომაზე, არამედ სად აღმოჩნდებით თქვენ აღდგომისას. და თვითონ იგავებიც არის სახარებაში არაერთი და დააყენებსო ესე იგი კრავებსო მარტინო და თიგნებსო მარცხნივო. ხო? ერთ იგავში ესე ნარხავი. მე აღდგებიანო ზოგი ცხოვრებას საუკუნოს, ზოგი ცხოვრებას სიკვდილისას. ხო? ანუ და ცხოვრება აღდგომა ცხოვრებას საუკუნოს ეს ამაღლება. ესეთ და უფალთან ერთობაში ყოფნა მარადულ ცხოვრებაში. როგორანაირად თვითონ ჩვენ ბევრი სიტყვის შინაარს ბოლომდე არ გვესმის ხოლმე. რატო? დადგება ჟამი და მოგვეცემა სოდნა. ამას პალიმოცხი ამბობს რომ ჩვენ აქო პირობიდან რაღაც ხედავთო, ნაწილობრივ ხედავთო, როგორც სარკითო და იქო ვიხილავთო პირისპირ ღვთისწინაში. აი თუ კი მოციქულები ამბობენ რომ მათ ჯერ კიდე არ ქონდათ ამ ქვეყანას სრული ხედვა და ამბობენ რომ იქ საკუთარ აღდგომის შემდეგ ექნება ასევე ჩვენზეც ვრცელდება ეს სიტყვა. დიდი მადლობა მეუფე მოგზანებისათვის, ჩვენი გახარებისათვის. წინასწარ მიულოცოთ ჩვენ დელმაღურებელს ამაღლების დღესასწაული თქვენი ლოცვით, თქვენი მადლით, თქვენ მეუფე დავემშვიდობოთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.